საქართველოში 23 საათია. ყოველდღიური აბები ვასიკო ოდიშვილისგან. საწყალი ქართველი კაცი დაიჭერს ოქროს თევზს. დაახლოებით 15 წუთის მერე თევზი ესე ეუბნება საწყალს. ესე იგი, მესამე ნაგავი მთხოვეო, ხო? კარგი, მაგ მესამე სურვილსაც აგისრულებ. წადი ახლა სახლში და დენზე, წყალზე და ნაგავზე ცალ-ცალკე მოგივა გადასახადი. უგონთ მარტო შენ. ხო იცი ყოვლის შემზე მეც არ ვარო. ხო და მაღალი გემის კაპიტანია. გემი იძირება. მოდის ბოცმანი და ეუბნება, მაღალო, ხომ იცი შენ კაპიტანი ხარ და ბოლოს ტოვებ გემსო. მაღალი კიდევ ამბობს, დაუშვებელია, რომ გემის კაპიტანი ინიშნებოდესო. ასეთ საბჭოთა გადმონაშთებს ჩემს გემზე ვერ მოვითმენ. სასწრაფოდ სანამ ტაიფუნის ტალღა დაგვარტყამს დემოკრატიის ახალ ტალღას უნდა მიუშვიროთ გული და გემის კაპიტნის დემოკრატიული არჩევნები უნდა ჩავატაროთ. რაც შემეხება მე რა თქმა უნდა მონაწილეობას არ მივიღებ ამ არჩევნებში. ისე მაინც საზოგადოებაზე ზეწოლაში რომ არ დამადანაშაულონო. საღამო მშვიდობისა თქვენს ტელეკუთებში ყოველდღიური გადაცემა ყოველდღიური აბები ვასიკო ოდიშვილისგან და მე ამ გადაცემის სამყანზე უკეთესი ვასიკო ოდიშვილი გახლავთ. 30 ლარი. დიახ ძვირფასო ტელემაყურებელნო და თანამოქალაქეებნო. ზუსტად 30 ლარი არის საკმარისი იმისთვის, რომ ერთი წლის განმავლობაში ადამიანმა მოიკლას შიმშილის გრძნობა. მარტის თვიდან საქართველოს ყველა ოჯახი თავისი მუდმივი საცხოვრებელი ადგილის მიხედვით იმავე პრინციპით, როგორც მათ მიუვათ ელექტროენერგიის ვაუჩერი, მიიღებს 30 ლარიან სასურსათო ვაუჩერს. ეს არის ფასიანი ქაღალდი, რომელიც შეგიძლიათ ბანკში გაანაღდოთ და ამის ნაცვლად აიღოთ პირდაპირ 30 ლარი. ვაუჩერის ყველა ფლობას ექნება საშუალება, ასევე რომ სხვა ოჯახს დაუთმოს ვაუჩერი და მან ამ ოჯახის ნაცვლად აიღოს კიდევ 30 ლარი. საინტერესო გამოსვლა იყო ძალიან. უახლოეს მომავალში ქართველი ერი შეძლებს კიდევ უფრო გაამდიდროს თავისი საკვები რაციონი. თუმცა პრეზიდენტის ამ გამოსვლაში მე ასეთი ქვეტექსტი ამოვიკითხე. საქართველოს მთავრობას აქვს 30 ლარიანი ვაუჩერები და არ იცის სად წაიღოს. და ჩვენ გვეკითხება, ხომ ვერ მეტყვით, რა ვუყოთ ამ ვაუჩერებსო? რას ლაპარაკობ? მთავრობამ რა უნდა უყოს ბატონო პრეზიდენტო ამ ვაუჩერებს? ამხელა მთავრობას ახლა როგორ ვაკადრებთ, რომ ვაუჩერებს რამე უქნან? დაარიგეთ და ისევ ჩვენ ქართველი საზოგადოება ვუზამთ რამეს მაგ ვაუჩერებს. თანაც იდეასაც მოგაწვდით. ხშირად დაგვირიგეთ ეგ ვაუჩერები და მალე ვაუჩერების დარიგების სიმარტივით ლიდერი ქვეყანა გავხდებით. ხო. შეგვიძლია თუ არა ფასების ზრდის ტენდენციის შეჩერება? არა და არა. არავითარ შემთხვევაში, რადგან ყველაფერს ყოვლის შემძლე და ბოროტი ზიარჭურჭელი აკონტროლებს. გარე ეკონომიკური ფაქტორების წინაშე მთავრობა უძლურია. რა გააიაფებს ხორბალს, შაქარს, საწვავს და სხვა პირველადი მოხმარების პროდუქტს. არაფერი თუ მათზე მსოფლიოში ფასები არ დაეცა. არჩილ მამათელაშვილი ქრონიკასთან ამბობს, რომ ქვეყანაში ადგილობრივი წარმოების პროდუქტი სამყოფიც რომ ყოფილიყო, პროდუქტი მაინც არ გაიაფთებოდა, რადგან ეკონომისტების აზრით მსოფლიოში ფასი ზიარჭურჭელის პრინციპით მოქმედებს და მუდმივად ისწრაფვის გათანაბრებისკენ. დიახ, აი ასე. ზიარჭურჭელს ვერ სად გაექცევი. ყველგან გიპოვის და ყველგან მოგწევნის. აზრი არ აქვს არაფერს. მარტო ეკონომიკას ვინჩივის. ყველა სფეროში ასეთივე სიტუაცია და ამიტომაც არ იბრძვის ხელისუფლება მის, ესე იგი, გამოსასწორებლად. თქვენ რა გონიათ, ჩემმა მთავრობამ უარი რომ თქვას ჩვენი ბეჭების ხელკეტებით დამუშავებაზე, ამით ჩვენ რამეშვებას ვიგრძნობთ? არა, ჩემო, მე ამიტომ ეგობრებ. არავითარ შემთხვევაში, რადგან ამ დროისთვის მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის ლიდერები აქტიურად ურახუნებენ დემონსტრანტებს ხელკეტებს ბეჭებში. მსოფლიოში კი მოგეხსენებათ, რომ ზიარი ბეჭების პრინციპი მოქმედებს. ანუ ჩვენ და ჩვენს თანაპლანეტელებს გვაქვს ერთიანი საერთო ბეჭები და ჩვენ რომც არ მოხდეს პერსონალურად, მაინც დაწლულებული ბეჭები გვექნება. რადგან ზემოთ როგორც აღვნიშნე, ზიარი ბეჭების პრინციპი ულმობელია ყველა დედამიწელის მიმართ. იგივენაირად დგას თავისუფალი მედიის საკითხიც. მსოფლიოში ზიარი ამბების პრინციპი მოქმედებს.
ეს თვითონ დემოკრატიული არხები, CNN, BBC, Euronews და სხვები. იმდენ ტყუილს ლაპარაკობენ, რომ რუსთავი ორმა და იმედმა მიშა სულ დაბალი და დიქტატორი რომ უძახოს, ის მაინც მაღლად და ლიბერალად დარჩება. აბა აი ასეთი ვერაგობაა ეგ ის ზიარი პრინციპი. ხო. ქორწინება ჩვენ რომ ვიცით, ისეთი უნდა. ამიტომაც იზრდება ჩვენს ქვეყანაში ქორწინებების რაოდენობა. საქართველოში ქორწინებათა რიცხვის მატების ტენდენცია ნარჩუნდება. იუსტიციის სამინისტრომ სტატისტიკა წარმოადგინა, რომლის მიხედვითაც წელს 31464 წყვილი დაქორწინდა. ბოლო 5 წელიწადში ყოველწლიურად დაქორწინებულთა რაოდენობა გაიზარდა 73%-ით, რაც ძალიან მნიშვნელოვანი ზრდა არის. და რაც თავარია, ეს ნიშნავს, რომ უფრო და უფრო მეტი ოჯახი იქმნება საქართველოში. ეს რა თქმა უნდა პირდაპირ კავშირში არის ქვეყნის ეკონომიკურ ზრდასთან, სტაბილურობასთან, რომელიც არის საქართველოში. დიახ, სწორედ ეს მაჩვენებელი ადასტურებს, რომ ჩვენს ქვეყანაში მყარი ეკონომიკური ზრდა ფიქსირდება. ამასთან ერთად იზრდება ქორწილების ვიწრო წრეში აღნიშვნის ტენდენცია და ვეგეტარიანულად გაშლილი საქორწილო სუფრების რიცხვი. ასევე საფუძველი ეკრება თამადისთვის გოჭის თაბის მაგივრად ქათმის ნისკარტის მირთმევის ტრადიციასაც. მაგრამ ახლა ამას რუსთავის რას დააჯერებ, რომ ეს ბოლოს ჩამოთვლილი ტენდენციები ეკონომიკური დაღმასვლით არის განპირობებული. ისე მე დარწმუნებული ვარ, რომ ეს ქორწინებათა რიცხვიც ოპტიმისტ ხალხთა წრეში იზრდება. ანუ ძირითადად ქორწინდება ის ხალხი, ვისაც ღრმად ჯერა, რომ მაღალი 2013-ში წაავა. არა, ჩემი თუ არ ჯერათ, დააკვირდით. რამდენი ოჯახი დაინგრა მას შემდეგ, რაც მაღალმა თავისი საპარლამენტო გამოსვლისას სიტყვა რამდენჯერმე გადაგვიკრა. 2015 წლამდე ვრჩებიო. თურმე ნუიტყვით და მხატვრებსაც თავისი ჭიახოლიათ, რომელსაც დრო გამოშვებით ახარებენ. მხატვართა ნაწილი მხატვართა კავშირის თავმჯდომარის არჩევნების შედეგების გაუქმებას ითხოვს. თავმჯდომარეობის ერთ-ერთი კანდიდატის გურამ ცერცვაძის მომხრეები დღეს მხატვართა კავშირში შეიკრიბნენ და 12 თებერვალს გამართული არჩევნები გააპროტესტეს. გურამ ცერცვაძე არჩევნებს უკანონო დაფასებს და გურამიშვილის მიერ ბუღაძისთვის ხმების გადაცემას არასწორს უწოდებს. ხედავ შენ ახლა ამ მხატვრებს, ვითომ აქ არაფერიო და რა მაგრად გაქაჩულა. ისე ეს გია ბუღაძეც დიდი მუბარაკი ვინმეა რა. ყველაფრის თავმჯდომარე შენ როგორ ხარ, კაი ადამიანი? არა, ან თუ ხარ ვინმეს რამე მაინც დაახატინე, თორემ ამ მწერლების შემხედვარე მოუკვდი სულიერი შიმშილით. ფიზიკური არ ყოფნი და ახლა სულიც მშიერი დაგვრჩა. რაც დავიბადე ხომ სულ თბილისოს უსმენ და შერეკილებს უყურებ და ამოვიდა ყელში. ამდენ ჩხუბს და აყალმაყალს დაასხედით და რაიმე დახატეთ. აგერ ჩემი სცენარისტები ცალ-ცალკე რომ ვერ წერენ, დასხდებიან ხოლმე ერთად და ისე წერენ. ხო და ცალ-ცალკე თუ არ გამოგდით, თქვენც ერთად დასხედით და დახატეთ. დააწერეთ, იმღერეთ, თქვენ კაი ხალხო. თითო ფუნჯი რომ დაუსვათ, ერთი ნახატი მაინც შეგვშებოდა ერს და მადლიერებიც დაგჭებოდი. მაგრამ არა, მეც უნდა შევქნა რაიმე კავშირი, ხო? თორემ ბოღმა მახჩობს. დამახჩობს ეს ბოღმა. აი მაგალითად მსახიობთა კავშირი, ან ვასიკო ოდიშვილთა კავშირი და მაღალთა კავშირი. მაგრამ არა, ხო, მაღალთა კავშირში იმას ვინში ასრებს, ხო და. მოკლედ დღეიდან დაარსებულად ვაცხადებ ვასიკო ოდიშვილთა კავშირს. გაუმარჯოს დამოუკიდებელ ვასიკო ოდიშვილთა კავშირს. რა კარგია რომ ჩვენთან დამნაშავეობას და კრიმინალს ძირი გაცვრა. ჩვენ ახლა უკვე მსუბუქი დანაშაულის ჩამდენი ხალხიღა შემოგჭა. ეგენი კი ამიერიდან ძალზედ მსუბუქად საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომის გაწევით უნდა დავსაჯოთ. ხო. შრომაც ციხის ნაცვლად მსუბუქი დანაშაულისათვის გასამართლებული პატიმრების სასჯელს საკანში აღარ მოიხდიან. მათ საზოგადოების სასარგებლოდ შრომა მოუწევთ. ანუ თუ თქვენ ვინმე მანქანის არკეს მოგპარავთ და პოლიცია მას დააკავებს, ბრალდებულს რამდენიმე თვის განმავლობაში სკვერების დალაგება, ეზოების დასუფთავება ან ფასადების შეღებვა მოუწევს. მსუბუქი დანაშაულისთვის ბრალდებული სასჯელს ციხეში აღარ მოიხდის. დამნაშავე საზოგადოებისთვის სასარგებლო საქმეს შეასრულებს. ტრანსპორტის კონტროლიორი, მეეზოვე, მშენებელი, მსჯავრდებულისთვის სამუშაო სფეროები წინასწარ განისაზღვრება. მსჯავრდებულმა რომ გაქცევა არ ცადოს, მას ელექტრონული ქსელის საშუალებით გააკონტროლებენ. დამნაშავე ვალდებული იქნება სპეციალური სამაჯური ატაროს, რომელიც ელექტრონულად ცენტრთან იქნება დაკავშირებული. გაქცევის შემთხვევაში განგაშის სიგნალი სააგენტოს მიეწოდება. ამის შემდეგ მსჯავრდებულს არასაპატიმრო სასჯელი საპატიმროდ გადაექცევა.
რაღაც ოინ ბაზურ ჩანაფიქრთან გვაქვს საქმე. და ამ საქმეში ჩემი მაღალის ხელიც უნდაერიოს. მგონი ახლა ამ ნოვატორული მეთოდით უნდა რომ ხელისუფლებაში დარჩეს. ხო, ზუსტად ამ მეთოდს გამოიყენებს. ადგება და 2013 წელს საპრეზიდენტო ვადის გასვლის წინა დღეს მიეპარება რომელიმე მანქანას და სარკეს მოხსნის. მერე დაეჭერინება ჩვენს პატრულს და იტყვის ვაგლახ წამძლია სულმა და ვერ გაუძელით სტუნებას და სარკე მოვიპარეო. მერე იქვე დაამატებს, მაგრამ რას ვიზავთ, მეც ხომ ჩვეულებრივი მოკვდავი ვარ და კანონის სრული სიმკაცრით უნდა დავისაჯო. მაგრამ ახლა ხომ იცით, ავტობუსის კონტროლიერობა, მეზოეობა, ესე იგი, მშენებლობა არ არის ჩემი საქმე. მაგ საქმეში არაკომპეტენტური ვარ. ჯანდაბას ჩემი თავი წამიყვანეთ და რამოდენიმე წელი პრემიერ-მინისტრად მამუშავეთ, რათა საზოგადოებისთვის სიკეთე ვქმნაო. ასე შემორჩება ჩვენთან ეს გამჭრიახი კაცი მმართველ. რაც შეეხება გაქცევის საფრთხის შესამცირებლად საჭირო სამაჯურს, დარწმუნებული ვარ მაგაზე ფულს დავზოგავთ, რადგან მაღალი არ ამგონია ეხა ასეთ შრომას გაექცეს. ვიცი, ეხა აქამდე არ გაქცევია და ისე თუ მაინც და მაინც დაზღვევლად გვინდა თავი რომ ვიგრძნოთ, ავდგეთ და სამაჯურის მაგივრად ბუბა კიკაბიძე და მომღერალი სტეფანე მივამაგროთ. თუ ვინიცობა გაქცევა დააპირა, ორივე ატეხს ერთ ამბავს, არიქა მიდის და ვიღუპებითო. ხო, მერე გამოვა სტეფანი და დაიძახებს, არიქა გარბის დაეწიეთ, არ გაუშვათ, ეგ რეფორმატორი, ლიბერალი და სულკურთხეული მაღალი კაცი. თორემ აქვე თავს მოვიკლავ. ხომ იცით, მე თეოტლაშაძის საქართველოში ვერ ვიცხოვრებ. რა სარგებლობა მოაქვს კონსტრუქციულ ოპოზიციას პარლამენტში? რა თქმა უნდა უზარმაზარი. აგერ ნახეთ რა დიდი სარგებელი მოგვიტანა გუშინ ერთმა ამ დაგვარმა ოპოზიციონერმა, რომელმაც გუშინ ახალ უსაფრთხოების კონცეფციაში აი ასეთი რამის ჩაწერა მოითხოვა. ქვეყნის უსაფრთხოების კონცეფცია იცვლება ხვალ პარლამენტში ოპოზიცია და ხელისუფლება შეიკრიბება და იმჯერებს თუ რა ცვლილებები უნდა შევიდეს უსაფრთხოების მთავარ დოქტრინაში. ოპოზიცია მზად არის ჩაერთოს უსაფრთხოების ახალი კონცეფციის შემუშავებაში. პატა დავითაია ინიციატივით გამოდის დოკუმენტში პირდაპირ ჩაიწეროს საქართველოს მტრების სია. აი, სწორედ ამისთვის გჭირდება კონსტრუქციული ოპოზიციონერები. უნდა აყვნენ ჩვენს ხელისუფლებას კანონპროექტების წერაში და დროის ტარებაში. ერთი ახალ კონცეფციაში მტრების ჩაწერას მოითხოვს. მეორე ასეთივე ოპოზიციონერი გამოვა და იტყვის, ბარემ ამ კონცეფციაში ჩვენი ჩუმი ჩათლახური ჩანაფიქრებით ჩამოვწეროთ. მერე მესამე მწნილს ამოიტანს, მეოთხე მწვანილს. აბა ხა სიცხვილია, სულ უმრავლესობის მიერ ამოტანილ მწვადებს ხომ არ შეექცევიან და ღიღინში გართულებს არც ერთი, ესე იგი, მტერი აღარ შეაშინებს. ხო, დიახ, ის მტერი, რომელიც თუ არა ვცდებით, ერთადერთი ყავს და ისედაც ყველგან წერია მისი სახელი. ახლა აბების ეთერში რეკლამიცინის მიღების დრო. რეკლამიცინი ჩვენს ეთერში. გამოვიდა მზაფრსიუჟეტიანი ფილმის ხელოვანთა სისხლიანი მუშტის მეორე ნაწილი მხატვრები. თქვენ აქ იხილავთ ყველა იმ ტრიუქს, ორთაბრძოლას და სასიკვდილო საკასკადიორო ნომრებს, რაც ფილმის პირველ ნაწილ მწერლებში ვერ იქნა გადაღებული. ნახავთ პუნჯებით გამართულ დუელებს და თავზე ჩამოხეულ ზეთიან ტილოებს. ერთი სიტყვით ხატვის გარდა ყველაფერს. ქართველი ლეონარდო, მიქელანჯელო, დონატელო და რაფაელი. ოღონდ მხატვრები კი არა, კუ ნინძები. ცხოვრობთ ღატაკ ქვეყანაში და არ გაქვთ სტაბილური შემოსავალი? ხშირად და ყოველივე შემხედვარეს გინდათ რომ თქვენს ქვეყანას დაეხმაროთ? მაშინ არც აციოთ და არც აცხელოთ. ადექით, გადით ქუჩაში და იქორწინეთ პირველივე შემხედრზე. ამით თქვენ კი ვერაფერი ხეირი, მაგრამ თქვენ სამშობლოს ეკონომიკური ზრდის რეიტინგში დაეხმარებით. ქართული ქორწილი. ვისია, ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი მაღალი. ჩვენ ვერც კი ვამჩნევთ, როგორ თვალსა და ხელშუა ლამაზდება ჩვენი მრავალჭირგადანახადი სამშობლო. ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე საცხოვრებელი სახლებიც აშენდება. 32 ვილა გლდანის თეთრი ტბის ნაპირზე განთავსდება. დღეს სამშენებლო სამუშაოები თბილისის მერმა დაათვალიერა. გიგი უგულავა მუშებს გაესაუბრა და განაშენიანების პროექტს დეტალურად გაეცნო. გლდანი არა მარტო თბილისში, არამედ მთელ საქართველოში არის ყველაზე დიდი რაიონი. და მას აუცილებლად ჭირდება ის ინფრასტრუქტურა, რაც მას თვითყოფაც გახდის. გლდანელებს შემოვევლე, რაც უფრო მეტი ლამაზი და კეთილმოწყობილი უბანი იქნება თბილისში, მით უფრო ბედნიერები ვიქნებით ჩვენც. რაც უფრო მეტი დასასვენებელი ზონა და მეტი სავაჭრო ცენტრი იქნება, ეხლა ამას რა ჯობს?
მაგრამ მე სხვა რამ მაინტერესებს. კონკრეტულად, ხო, ამ ბოლო დროს თბილისის მერი ძალიან აქტიურია და სულ მშენებარე პროექტების ფონზე ჩანს. აი ამასთან დაკავშირებით მაქვს ერთი შეკითხვა. გიგი პრეზიდენტობა გინდა? არა, ისე არ გამიგოთ რომ იმას ვამბობდე, რატომ გინდა პრეზიდენტობა მეთქი. ემპირიულმა კვლევამ უკვე გვაჩვენა რომ პრეზიდენტობა კაი პონტია. არა და ისტორიის წიგნებში ეწერა რომ საქართველოს პრეზიდენტები წამებული ხალხი იყო. მაგრამ თანამედროვე პრეზიდენტებს რაღაც ტანჯვისა საკაფერი ეთყობა. ხო და გიგი მოდი ერთი ჩემს გადაცემაში. ან არ მოხვიდე და პირდაპირ გითხარი რომ გინდა თუ რომ დავიტანჯეთ ახლა შენი ცოდეთ. ვიცი ახლა უახლოეს მომავალში გიგი გახსნის კიდევ ერთ ნუგეშის მაღაზიას, იმედის დილას, ბუხრის მილიდან ჩამოძრება და ჩემს წინდებში ოქროს უზალთუნებს ჩაყრის. შემდეგ გაისერნებს ქალაქში და თუ ვინმეს მანქანა გაუჩერდა, აბა ერთი მივაწვეთ ბიჭებო და ამოაქოქინებს, ხო? შემდეგ წაკინკლავებულ ბავშვებთანაც მივა, შეარიგებს, ჭკუას დაარიგებს და ბავშვებმაც თუ თხოვეს, ერთი კაცი გვაკლია და კარებში ჩაგვიდექიო, ჩაუდგება და გოლბეკიც გახდება, მაგრამ უდარებს არ დაარტყმს. თუმცა ბოლოს სავალ და საკუთარ კაბინეტში კიდევ ერთხელ მოაწერს ხელს გაზრდილ ტარიფებს, ხო? და ჩინელებსაც შეუკურთხებს ამავდროულად. აი ესეთი სევდიანი და მხიარულია საპრეზიდენტო კამპანია საქართველოში. ყოფილი რუსი ოლიგარქის ირგვლივ ატეხილის სკანდალი არ ცხრება. ხადარკოვსკის საქმემ მთელი მსოფლიოს მასშტაბით მოვა გამოხმაურება და გამონაკლისი არც ქართული მედია ყოფილა. მიხეილ ხადარკოვსკის საბრალდებო დასკვნა მოსამართლე დანილკინის მიერ არ იყო დაწერილი. ამის შესახებ რუსულ გაზეტასთან ინტერვიუში დანილკინის პრეს-ატაშემ ნატალია ვასილევამ განაცხადა. მისივე თქმით, დოკუმენტი მოსკოვის საქალაქო სასამართლოში შეადგინეს და წასაკითხად მოსამართლე დანილკინს გადაუგზავნეს. დანილკინი პროცესის მსვლელობისას მითითებებს საქალაქო სასამართლოს ხელმძღვანელის ოლგა ეგოროვასგან იღებდა. მე კარგად ვიცნობ ვიქტორ დანილკინს, ის ძალიან ნერვიულობდა, როდესაც მითითებებს აძლევდნენ, თუ როგორ უნდა მოქცეულიყო პროცესზე, აცხადებს ნატალია ვასილევა. გააკრიტიკეს ახლა რუსეთის სასამართლო სისტემა გაუმჭვირვალობის გამო. მარტო მაგას ხედავთ რუსეთში და მეც ვერაფერს. ის არ არის დასანახი რომ ეგ ქვეყანა ბიზნესის კეთების მხრივ ლიდერი. ტურისტებისთვისაც რომ ყველაზე მიმზიდველია. ამაზე თვალების დახუჭვა შეიძლება? ხელისუფლება რომ დემოკრატიული პრინციპებით ხელმძღვანელობს, მაგას რა ასე ადვილად უნდა გადაესვას საერთოდ ხაზი. პრეზიდენტი რომ ხალხს ნაირ ვაუჩერებს ურიგებს, მაგის მერე შეიძლება რომ კიდევ სასამართლო სისტემის არაობიექტურობაზე ვილაპარაკოთ. უკაცრავად ეს რა დამემართა ხო? ყველაფერი ამერია. მოდიში ეს საქართველოა. ხო, ყველაფერში ლიდერი და აქ სასამართლოც ისეთი გამჭვირვალეა, როგორც არასოდეს ყოფილა. რუსეთი კი კატასტროფის პირას არის და მაგას ვერც ბიზნესის კეთების გამარტივება უშველეს და ვეღარც ლუმინალი. ხო. გუშინ საშელახსრულების და პრობაციის სამინისტროსთან ოპოზიციამ რაღაცეები მოითხოვა. ქალბატონ კალმახელიძეს მოუტანეს 10 ცნება და მოუტანეს ბანერი ყვარყვარეს ციხე, რომლადაც გადაიქცა ქართული საპყრობილეები. ძალიან კარგი აქცია. ყოჩაღ ოპოზიციას, მაგრამ უფრო მასშტაბური სახე უნდა მიიღოს ამ პროცესმა, რადგან მართლაც ამაზრზენია ის ფაქტი, რომ ამ საკითხით დაინტერესებულ არასამთავრობო ორგანიზაციებს ციხეში მონიტორინგის ჩატარების საშუალება არ ეძლევა. მაგრამ მე მაინც 10 ცნების ჩემ ვარიანტს შევთავაზებდი ქალბატონ კალმახელიძეს და მის ქვეშ შევდომთ. ცნება პირველი, არა შეყაროს 60 პატიმარი ერთ საგანში. ცნება მეორე, არა კუჭის თავში ურტყა. ცნება მესამე, თაყვანი ეცი მამასა შენსა და არა მაღალსა შენსა. ცნება მეოთხე, არა დააუთოო პატიმარი შენი. ცნება მეხუთე, მერე რა რომ საშელახსრულების დეპარტამენტში მუშაობ, მაინც არა კაცკლა. ცნება მეექვსე, არა შეჭამო გრანტი ჩემი. ცნება მეშვიდე, სამწუხაროდ ეკონომიკურმა კრიზისმა მეშვიდე, მერვე და მეცხრე ცნებების დაწერის საშუალება აღარ მოგცა და პირდაპირ მეათე ცნება. ქართველები არ ხართ თქვენ შობელძაღლებო? მაშასე დადგა დრო პოლიტიკოსთა ოინბაზობის მოსმენა შეფასებისა. იცინიან და იცინიან პოლიტიკოსები და არა მხოლოდ ისინი. მეხუთე ადგილი. მეხუთე ადგილს იკავებს მარად ქართველი ექსპერტი გიანოდია, რომელმაც საქართველოს მთავრობის მხრიდან ლობისტებისთვის $1.5 გადახდა ეგზომ ბრძნულ გადაწყვეტილებად გამოაცხადა. როგორც იტყვიან, ვინცა ლობისტსა არ ეძებს, იგი თავის ამტერია. ძალიან საჭიროა ჩვენთვის
ასეთი კომპანიების მომსახურება. რაც შეეხება რეგიონის სხვა ქვეყნებს, ახლა თუ ისინი ამას არ აკეთებენ, შეიძლება ეშლებათ და იმიტომ არ აკეთებენ. მეოთხე ადგილი. მეოთხე ადგილს იკავებს პასუხისმგებლობით აღსავსე კონსტრუქციული ოპოზიციონერი გურამ ჩახვაძე. როგორც იტყვიან, მაღალი შიმშილით შეიძლება სულს გაძრობდეს, მაგრამ ისე უნდა გააკრიტიკო, რომ უპასუხისმგებლოდ არ წარმოჩინდეო. მე ყურადღებით მოვუსმინე, მაგრამ ჩვენ ამ შემთხვევაში ეროვნულ დემოკრატები მიუდექით გამიგეს ბატონი გაგა წმინდა იურიდიული კუთხით. და ეს რომ არ იყო და ეს კომფორტული რო არ იყო, ეს თავიდან გამოჩნდა, როდესაც პრეზიდენტმა დასვა საკითხი. მან თქვა, მე ვარ კორუფციონერი? აი ეს კითხვა იყო ძალიან მარტივად რომ თქვა და ჩემგან იქნებოდა უპასუხისმგებლობა რომ მეთქვა, კი შენ ხარ კორუფციონერი. მესამე ადგილი. მესამე ადგილს იკავებს ისევ კონსტრუქციული ოპოზიციონერი, ამჯერად პაატა დავითაია. კაროჩე რა, ჩვენი მტრების დედაც კოთათ უნდა განსაზღვრული იყოს დოკუმენტში თუ ვინაა ჩვენი მტერი? მეორე ადგილი. მეორე ადგილი დაიკავა მიამიტმა გაზეთმა New York Times-მა. აი თურმე როგორი იქნება ჩემი მაღალის მიერ გახსნილი ახალი კავკასიური არხი. საქართველოს ჩრდილოეთ კავკასიასთან კავშირებს აძლიერებს სტატია სამსათაურით New York Times-ი აქვეყნებს პუბლიკაციაში ვრცლადაა საუბარი საქართველოს მიერ გატარებულ კავკასიურ პოლიტიკაზე, განსაკუთრებით კი პირველი კავკასიური საინფორმაციო არხის მუშაობაზე. ახლა არჩევანი რუსული არხის სასარგებლოდ უნდა გაკეთდეს, მისი აუდიტორია ძირითადად ჩრდილო კავკასიელები არიან და მას არ ექნება ანტირუსული პროპაგანდის სახე. პირველი ადგილი. პირველი ადგილი ისევ New York Times-მა მიისაგვეთრა. როგორც იტყვიან, კანონის უზენაესობამ თავი მალა, მაგრამ New York Times-მა ვერ დამალა. ჩრდილოეთ კავკასია გეტოდ იქცა, სადაც მოსახლეობა ადგილობრივი ფეოდალების მმართველობის ქვეშ იმყოფება. მათი კლავენ აუპატიურებენ, ფეხებით კიდებენ, აწამებენ და ართმევენ ყველაფერს და რა თქმა უნდა ეს ადამიანები შესაბამისად იქცევიან. თუმცა როდესაც ისინი შემოდიან ქვეყანაში, სადაც კანონის უზენაესობაა, მათი ქცევა სრულიად განსხვავებულია. ეს გახდათ გადაცემა ყოველდღიური აბები ვასიკო ოდიშვილისგან. ნუ მიიღებთ სხვა აბებს.